საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით საბუეში მომხდარი ავარიის დროს პირი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. მძღოლს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, საგულისხმოა, რომ ქვეყანაში ავარიების თითქმის 20% ნასვამი მძღოლების გამო ხდება. ამ მიზეზით გასულ წელს საქართველოში 185 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15, 277 კი დაშავდა. მოქმედი კანონმდებლობით ნასვამ მძღოლებს ავტომობილის მართვის უფლება 6 თვიდან 1 წლამდე უჩერდებათ. განმეორებით ჩადენისას კი ამას 2000 ლარიანი ჯარიმა და 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. გურჯაანში ფიქრობენ, რომ კანონი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. თვითონ შინაგანად უნდა შეგნება კონდეს იმხელა, რომ ნასვამი არ უნდა დაждდა. მე არ ვამბობ, რომ ეხლა ხდება ხოლმე რაღაც მომენტში, მაგრამ იცით რა არის, ეგ ვითომ არაფერი, მაგრამ ეგრე ხდება ისე, რომ იმ ვიღაცა მიდის თავისთვინ და შენ ამ დროს იმას არ უნდა სურს არ წარმოუდგენია, რომ ცხოვრება უნდა, სიცოცხლე უნდა, ამას უსპოკოებს. ისი გულისხმობს, იმიტომ რომ შენ მომეტებული დალიე. მაგ შემთხვევაში მე ვფიქრობ მაინც, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს, რომელია რამდენი იხოცება მაგის გამო. ეხლა ხან იყო ეს შემთხვევა ადრეც, ხო და ამიტომ თავი უნდა გავაკონტროლოთ და უფრო მეტად პასუხისმგებლიანი უნდა ვიყოთ. კანონი უნდა იყოს ძალიან მკაცრი ნასვამ მდგომარეობაში მძღოლების მიმართ. აი ალბათ მოგეხსენება თქვენ უფრო ბევრი იცით საბუეში რა მოხდა. შეიძლება ვენახიდან მოსული ხალხი, სამუშაოდან მოსული ხალხი იჯდა. მეტი გასართობი ხო არაფერი აქვს არა და აი გამოასალმა სიცოცხლეს ვიღაცა ნასვამმა და ვიღაცა არანორმალურმა ადამიანმა. მაინდა-მაინც ადამიანი უნდა მოკვდეს, რომ კანონი გამკაცრდეს. დღევანდელ ცხოვრებაში მეთქმეტეს ამოდოდა მანქანების სიმრავლე შემარ. ნასვამი ადამიანს საერთოდ უნდა ეგდოდოს მარტო თოთუბას. საერთოდ. ის კი არა რომ 6 თვის ვისწრებთ ეგა და მერე ისვაძება. ასე შეიძლება. ხილზეც შეიძლება რაღაცა მოგივიდეს შემთხვევა კი, მაგრამ თუ რაღაც აბა თანგეზე იმ ხალხმა რა დაუშვა. აი ეს უნდა და ჩაუდო ხალხს ხოცავს. მაგეთ უნდა სამუდამო პატიმს ის რა ქვია მარტო თოთუბი ჩამორთვა და რაც უნდა საჩვენი კიდე ხო აუცილებლად უნდა გამკაცრდეს. ნასვამი პოლიპოტენციური კვლელია.